სოფლიოში დღეისთვის 10,000-ობით ადამიანი ხდება ყოველწლიურად ტრაფიკინგის მსხვერპლი და სამწუხაროდ მათ შორის ყველაზე მოწყვლად კატეგორიას წარმოადგენენ ქალები და ბავშვები. ზრუნვის სააკეთო წელსაც უერთდება ტრაფიკინგთან ბრძოლის საერთაშორისო დღეს საკმაოდ ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანიით, რომლის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება ტრაფიკინგის შესახებ. ამ კამპანიის ფარგლებში ადამიანები მიიღებენ კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა არის ტრაფიკინგი, როგორ უნდა ამოვიცნოთ ადრეულ სტადიაზე ტრაფიკინგის სავარაუდო შემთხვევა და ასევე რა სახელმწიფო სერვისები არსებობს ტრაფიკინგის და ძალადობის მსხვერპლისთვის. განვიხილეთ დღეს არსებული გამოწვევები და მიღწევები, ამასთან დაიგეგმა სამომავლო ღონისძიებები. სახელმწიფო ზრუნვის ფარგლებში ფუნქციონირებს ქვეყნის მასშტაბით რამოდენიმე 24 საათიანი თავშესაფარი და კრიზისული ცენტრები, სადაც მსხვერპლებს მოქალაქეებს შეუძლიათ მომსახურება მიიღონ როგორც ფსიქოსოციალური დახმარების კუთხით, ასევე სამართლებრივი დახმარების კუთხით, მიიღონ მომსახურება ასევე სამედიცინო უზრუნველყოფის ხელშეწყობისათვის.